აჭარის განათლების მინისტრის გაზრდილი კომპეტენცია, მას რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოების გათავისუფლების უფლება ექნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონის პროექტის თანახმად, განათლების სამინისტროებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ გადაცდომები, რის შემდეგაც უფლებამოსილნი იქნებიან საჯარო სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება, ვადამდე შეუწყვიტონ დირექტორს უფლებამოსილება, თუ საჯარო სკოლა 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. დაითხოვონ სამეურვეო საბჭო ან ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადარში არ აღმოფხვის დარღვევას. როგორც განმარტავენ, ინიციატივა საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ამ ინიციატივით ვითხოვთ, რომ ავტონომურ რესპუბლიკებში იყოს შესაძლებლობა სკოლებში განახორციელონ, ასე ვთქვათ, ინსპექტირებისა და აუდიტის ფუნქციები, რაც რა თქმა უნდა ერთგვარი პრევენცია იქნება იმისა, რომ მომავალში აღარ მოხდეს გარკვეული დარღვევები სკოლებში და გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული კანონპროექტი იქნება მხარდაჭერილი პირველი მოსმენით და შემდეგ დარჩენილ სხვა მოსმენებზეც აუცილებლად.